მიკრობანკების ზრდის ტემპი დაჩქარდა 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ბაზარზე არსებული 2 მიკრობანკის მთლიანი აქტივები 800 მილიონ ლარს აჭარბებს. მიკრობანკების მსგავსად გაუმჯობესებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლებიც. რაც აჩვენებს არსებული დინამიკა და როგორია სესხებზე საპროცენტო განაკვეთები. თემის დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მოგესალმები მაიკო, მიკრობანკების ზრდის ტემპი საშუალოდ 21-22% შეადგენს, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სექტორის აქტივები ჯამურად 815 მილიონი ლარია, რაც შეეხება წმინდა მოგებას 2025 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში კომპანიების წმინდა მოგება 15 მილიონი ლარი იყო და ბაზარზე ამ დროისთვის 2 მიკრობანკი ოპერირებს, როგორც იცით, ორივე მათგანმა მოხმარებლებს უკვე შესთავაზა დეპოზიტების განთავსების შესაძლებლობა. ბოლო მონაცემებით კი მიკრობანკებში განთავსებული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 19 მილიონ ლარს აღწევს. მიკრობანკები ამ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული პირობებით შევიდნენ და ორივე მიკრობანკის დეპოზიტების საპროცენტო მაჩვენებლები, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში ამ ეტაპზე საბანკო ანაბრების საპროცენტო განაკვეთებს მნიშვნელოვნად აღემატება. Თუ შევადარებთ მიკრობანკების დეპოზიტებს, საბანკო დეპოზიტებს, მათი რისკიანობა ფაქტობრივად არის ერთი და იგივე. გამომდინარე იქიდან, რომ მიკრობანკები მხოლოდ დაზღვეულ დეპოზიტებს გასცემენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რისკი მიკრობანკში განთავსების და ბანკში განთავსების დაზღვეული დეპოზიტის არის ერთი და იგივე. თუმცა მიკრობანკებს აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი სარგებელი შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს, როგორც ასე ვთქვათ, ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. და აქ სხვაობა არის უკვე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მიკრობანკები ალბათ შევლენ უფრო საინტერესო საფასო დიაპაზონით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შემდგომშიც მიკრობანკების შეთავაზებული განაკვეთები ალბათ იქნება უფრო მაღალი ვიდრე ბანკების მიერ. აქედან გამომდინარე, მათი კონკურენტული უპირატესობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას, მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველი ნახევარი 70 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგებით დახურა, მიუხედავად იმისა, რომ სექტორიდან წელს 2 მსხვილი კომპანია გავიდა, რომლებმაც ბაზარზე მიკრობანკების ლიცენზიით გააგრძელეს ოპერირებმა, მისვეებმა მომგებიანობის ზრდა შეძლეს, თუმცა MBC-ის და კრისტალის მისვეების სექტორიდან გასვლის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 212 მილიონი ლარით შემცირდა, რაც შეეხება მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს. ამ კუთხით სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა სექტორში აღნიშნავენ იმას, რომ მოზიდული სახსრები მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. გასული ორგანიზაციების ეფექტი რომ გამოვრიცხოთ, მიკროსაფინანსო სექტორის ზრდა პრინციპში პირველ ორ კვარტალში დაახლოებით 30% შეადგენს. რაც წინა წლის ზრდასთან მიმართებაში საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია, ამიტომ რომ 2024-ში მიკროსაფინანსო სეგმენტი სულ 15%-ის გაიზარდა. რაც შეეხება მომგებიანობის პარამეტრებს, აქაც გვაქვს გარკვეულწილად გაუმჯობესება. თუ უყურება კაპიტალზე იყო 24-ში დაახლოებით 17%, 25-ში ეს უკვე 19% შეადგენს, რაც ასევე კარგია. და გარდა ამისა უნდა აღვნიშნო მათ შორის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაცია გავიდა და შესაბამისად შედარებით უფრო კონსერვატიული ორგანიზაცია გავიდა ბაზრიდან, რისკების პროფილი მიკროსაფინანსო სექტორში არის ისევ დაბალი. კლებადი ტენდენციით და პრინციპში უნდა ვთქვა, რომ უიმედო სესხების წილი პორტფელში არის დაბალი. ბოლო პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის განსაკუთრებული გადახრა ტრენდთან მიმართებით, რომელიც სეზონურობას ახასიათებს, ესეთი რამე არ გამოვლენილა. ანუ ახალი წლის წინა პერიოდი იქნება ეს თუ საზაფხულო პერიოდი არის, დინამიკაში ფინანსურ სექტორში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა არის, აბსოლუტურად კონტროლირებადი მდგომარეობა არის, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რისკიანობა, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მნიშვნელოვნად გაიაფებული რესურსი ფინანსურ ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს გულისხმობ, ამის შესაძლებლობა მაინც და მაინც არ გვეძლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყავს ის მეზობელი, რომელიც ყავს და ხდება ის, რაც ხდება ჩვენ სიახლოვეს. ეს საერთაშორისო ბაზარზე ავტომატურად წევს რისკს, ხოლო აწეული რისკი ავტომატურად გულისხმობს მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ჩვენ ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა მოვიზიდოთ. ცნობისთვის მაისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად მისვეებს ერთ სესხებაზე 200,000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემის შესაძლებლობა აქვთ. ბაზარზე კი ამ დროისთვის 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, სექტორში 3500 ადამიანია დასაქმებული.
მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.